60-ზე 7 წლის. სწავლობ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი სახლის ხატვა, გოგონების ხატვა, ბიჭების ხატვა და ყვავილების ხატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს ლურჯი. იმიტომ არ მიყვარს, რომ ზოგჯერ რო ხატავ, ცუდად მიხატავს და ნახატს მიფუჭებს. ყველაზე ხშირად ხატავ გოგონას. მე ახლა გასწავლით გოგონას ხატვას. ხატავთ თავს, თვალებს და პირს, ცხვირს და თმებს და კიდე რამე შეიძლება რომ მოუმატო. კიდე ტუჩებს და მცხვირს. მერე კაბას და მერე შორტიკს. თმას ვხატავთ დახურულ და მერე გავაფერადებთ იასამისფრად. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა მაქვს 23 კარგი ნახატი. ამ ნახატებში ერთი ყველაზე ლამაზი გამომივიდა. ამ ნახატზე ხატია ერთი ლამაზი გოგონა. ეს ლამაზი გოგო ვარ მე. ნახატების გაყიდვა არ მინდა, იმიტომ რომ დედი იყოს მჩუქნი. მეც მიყვარს რომ საჩუქრებს მჩუქნიან. თოლის ბაბუა სულ მჩუქნეს საჩუქრებს. შარიშანი მაგალითად მაჩუქა სტიჩი. წელს მინდა მაჩუქოს ჩემი ხელა თოჯინა. ჩემი ოცნების საჩუქარია სათამაშო სამზარეულო. ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. ადრე უფრო მიყვარდა მგელობანა. ჩემი ნება რო იყოს ავუგზავნოდი გელობანა გაშეჭობანას. იმიტომ რომ ბავშვები ოფლიანდებიან. რო გავიზრდები მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. თუ ხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამვალ უცოდინარი ბავშვი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი პრინცესა მოანა. ჩემი სკოლა იმიტომ რომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემი კლასში ყველაზე მხიარული არის ლილე კვაჭაძე. ყველაზე ცერქია ლაშა კახიძე. ყველაზე ჭკვიანია ეგნატე მურცვალაძე. ყველაზე შვიდი არის მატრონა სპაჟევი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, მზრუნველი და კარგი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ერინა მასწავლებელი. იმიტომ რომ არ გვიყვირის სასაცილო და ძალიან მაგარია და ხატვასაც გვასწავლის. ახლა მინდა რომ ვიყო 33 წლის. იმიტომ რომ მეყოლება ორი კარგი შვილი სოფია და იოანე. სახლში ცხოვრობ მე, ბებო, ბაბუ, ჩემი ძმა და დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს 9 ძმა და 10 და. იმიტომ რომ დებმა მოვერიოთ 9 ძმას. ჩემი ძმა არის 5 წლის და ქვია აჩიკო. ის არის ცერქი, მოუსვენარი, ცოტა ჭკვიანი და ნერვებს მიშლის. მეც ვუშლი ნერვებს. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა ტელეფონს ვართმევ და ვურტყამ. ისე კარგი ბიჭია და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით აჩიკო რომ გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის კეთილი, მზრუნველი და ყველაფერს მისრულებს. მას ძალიან უყვარს დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ საჩუქრებს ჩუქნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული საჭმელი, წვინიანი. მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო ჩაი და კიდე კარგი და პური. მიყვარს კითხვა, ჩემი საყვარელი წიგნი არის რაპუნცელი. საყვარელი მორწმუნეა წუნა და წრუწუნა. ყვავილებიდან მე გავარ ენძელას. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი სათამაშოების მაღაზიას. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ჩემით ვისწავლე. როგორ ვისწავლე და ვუყურებდი ვიდეოში და ვისწავლე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი რეთია ეს. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და აუცილებლად შემიყვანს დედიკო და მამიკო. ჯადოსნური ცოხი რომ მქონდეს, შევძლებდი ფრენას. ფრენა რო შემეძრო, საქედან გავფრიდებოდი ბებიასთან სოფელში. წინა მონაწილემ ასეთი შეკითხვა დამიტოვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ლილე კვაჭაძე. ის არის ჩემი კლასელი და მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. ბედნიერება არის კარგი მასწავლებელი და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.